მოგესალმებით ყველას დილა ბედნიერებისა, დილა სიხარულისა, დილა სიყვარულისა, ინდური კულტურისა. კი, ნამდვილად და საოცარი ფერადი და ძალიან საინტერესო კულტურაა და დამეთანხმები რომ საქართველოში არაერთი უცხოელი ჩამოდის, მე იწამლება იმ საოცარი ქართული მიწის და სურნელით და შეება. და მათ შორის არის ჩემი თამამად ვიტყვი, ძალიან დიდი ხნის მეგობარი, ადამიანი, რომელიც 20 წლის წინ ჩამოვიდა ინდოეთიდან და დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ თავის ინდური სახელი ქართულადაც კი გადაიკეთა და დარისპანი ქვია. ოღონდ გასაჭირი არა და მან ჩამოაყალიბა ქართულ-ინდური ორგანიზაცია კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის. და დღეს ჩვენთან სტუმრად არის ბატონი დარისპან პრაშერი. აქეთ მობრძანდი ჩემო დარისპანი. იბატონო, მობრძანდი ბატონო. ძალიან საინტერესო ცხოვრებაა გამოვლილი და ძალიან გვიხარია რომ დღეს ჩვენთან გამარჯობა, მობრძანდი. მობრძანდი ჩემო დარისპან, მობრძანდი. იცი რა, პირველი სანამ დარისპანთან გადავალთ ჩვენ კითხვით, მე კიდე ის მიხარია რომ არაერთხელ ყოფილა ჩემთან გადაცემაში და ასევე ორივე ვართ 5 ოქტომბერს დაბადებულები. თქვენაც ყოფილ ცხოვრება. ეხლა გადათარგმნე ეს როგორ არის ახლა ეხლა ისი რა არის ბევრი ქართული სიტყვებია რომ ქართული ძალიან კარგად მესმის და ინდურად ვერ თარგმნი ხო ცოტა აწყობილი როგორ არის აწყობილი აშენებული შეიძლება აშენებული აი ინდურად ცოტა კაშია ქართულად თქვი და გასაგები ჩვენს აწყობილ ცხოვრებას გამოვარჯოს ჩემო ბატონო როგორ ახარ ჩემოკეთილო ადამიანი ძალიან კარგად ძალიან მე როგორც ხედავ და როგორც აი ჩვენმა ნატუკამ თქვა საოცრად ფანტასტიკურად და როგორც ამომწურავად დაგვიწერეს ჩვენმა არაჩვეულებრივმა პროდიუსერებმა ეს 인ფორმაცია ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ ინდოელი ხალხისთვის და ქართველებისთვის და მოგვიყევი ამის თაობაზე როგორც თქვა ხალბატონო 20 წლის წინ წამოვედი პირველად მე უკვე ნელა მართლა მოვიწამლე და ჯერ დაბრუნდი, მაგრამ 2014-ში სამუდამო უკვე რომ ვიგრძენი რომ всё ინდოეთში არ შემიძლია, წამოვედი საქართველოში. 16-ში უკვე უცბად დაიწყო ბევრი ინდოელების სტუდენტების ჩამოსვლა საქართველოში და დავარსე ეს ორგანიზაცია. ვაკეთებს კულტურული ინტეგრაცია ორივე ქვეყნის შორის, ქართული კულტურა ინდოეთში და ინდოეთის კულტურა ღონისძიებები რასაც გესასწავლებია, ამას აღნიშნავ ჩვენ დიდი მასშტაბით საქართველოში. ეს საქართველოში აღნიშნავ. კი ბატონო, და იქეთ ჩვენ მეგობრები რო გვყავს ინდოელები და ასე არაჩვეულებრივი ხალხი, იქ თუ გვაქვს ამისი შესაძლებლობა, რომ იქაც აღნიშნოთ და ქართული კულტურა ჩავიტანოთ და ვაზიაროთ ჩვენს არაჩვეულებ მეგობრებს. ეხლა მე დეკემბერში მივდივარ, მე 13 ტურია შენ გენაცვალე და რუსთაველის თეატრი მიმკავს. ვარა მაგარია. მარია კალასას სპექტაკლი, თელი დასი მივდივართ. ეს არის მე 13 ტური და საქართველოსდან 13 თეატრი უკვე წაკვანილი მკავს ინდოეთში. იცი რა არის როგორც მეგობარს ახლა საყვედური უნდა უთხრა რა თეატრი გასაგებია ჩემთვისა და შენ მაგრამ მედიამ რა დააშავა არაჩვეულებრივმა წამყვანებმა და საოცარმა გადაცემამ რა დააშავა კი ბატონო შეგიძლია ერთი ანდედა და წავიდეთ ესე იგი ხედავ აი ეს უკვე ჩვენ ხა ახალი წლის შემდეგ მივდივართ ისრაელში როგორც შემდეგ ინდოეთში მივდივართ თელი გადაცემა მიუძღვნათ ინდურ კულტურას და იმ საოცარ ადამიანებს როგორც იტყვიან ჩვენაც ყოფილ დარისპანი რა არის მოდი ცოტათი ისე უკან დავბრუნდე შენ არაერთხელ გითხოვს ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო შენი საქართველოში ჩამოსვლა თან საინტერესო და თან ცოტათი რაღაცა ასე ვთქვათ ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპი იყო და მოდი აი ამაზე გოლაპარაკე გაიხსენე როგორ აღმოჩნდი პატარა რაღაცა ღალატიც იყო სხვათა შორის ხო ქართველებმა ცოტა ისე ვერ დავანახეთ თავი დარისპანს მაგრამ გარშემო მყოფმა ადამიანებმა ისიც მოაჩვენეს რაც გვაქვს. ხო და ხო შევინარჩუნეთ მთავარია. აბაში აბა ვარდი უეკლოდვის მოუგრებია რა. ეს უფრო მეტი იყო ვიდრე ახლა კაი რას პირველი მოხდა შემთხვევა რომ რაღაცა ბიზნესის გეგმით წამოვედი არ გამემართლა, მაგრამ იყო დღე რომ დავრჩი, საერთო სახლი არა მაქვს, ფული არა მაქვს, საჭმელი არა მაქვს და მაშინ ისეთი ქართველებთან ენა არ ვიცოდი. აი მაშინ ისეთი ოჯახი იყო, ჩემ გარშემო ვინც იყო ყველას დილობდა დამეხმარო. აი მე მახსოვს ტაქსიში რომ ჯდებოდი და უკვე ნელა-ნელა ქართული სიტყვები რომ დავიწყე საუბარი
ფულს არ მართვებდნენ. აი ეგ მე არ მავიწყდება თელი ცხოვრება და შენგენაცვალე. აი ის სიყვარული რას მაშინ უკვე დავინახე ამ ხალხის მხრით ვინც ჩემ გარშემო იყო აი მართლა მოვიწამლე. მართლა მოვიწამლე. იცი რა, ასეთი რაღაცა მე მგონი სხვა ქვეყანაში რა ვიცი. მე არ შემხედრია. თუ შემხედრია ქართველებთან და თქვენ? შეიძლება იქაც ეგრეთი ინდოეთის ის. აი, გეთახვები. მე იცი რა, ძალიან ისეთ უხერხული შეკითხვა უნდა დავსვა. ქალისგან იყო ეს ღალატი? აი ეს პატარა მუხტლობა. როგორ არის ისი ბიზნესია და ბიზნესი ხალი იქა და კაცი იყო. ახლა ესე კი არა რომ სოლი მკავდა და აი ეგ პრობლემა არ იყო. ბიზნესი იყო და ახლა ხალი იყო კაცი, მაგრამ ბიზნესში მაგრამ ქართველებმა ხომ მაინც შეგინარჩუნეთ ამის მეორეჯერ მინდა რომ გავუსახავ და ეს გვაქვს ძმაოს ხომართ მოყარეობა ყოველთვის. და ნებისმიერ ქვეყანაში არსებობენ ცოტა ცუდი და ბევრი კარგი ადამიანი, ამიტომ ეს ყველგან ხდება. ეხლა აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ტრადიციებზე. ქართულ და ინდური ტრადიციები რა არის? აი ძალიან ახლოს ერთმანეთთან და რა არის განსხვავებული და რა მოგწონს აქაური და რა არ მოგწონს? აი დრო ჯახვალთ თქვენ თვითონ მივხვდები რომ აი როგორც აქ არის ზუსტად იგივე არანაირი განსხვავება არ არის. ყველა გიждდება სტუმრებზე. რასო, როგორც იმდენი ტრადიციები, მე ვიცი რომ 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობს ქორწილი, ერთ-ერთ ქორწილზე დამიჯერებს. ქორწილს აქვს საოცარი ტრადიციები. და კიდე იცი რა არის, რაც საქართველოში ძალიან რთული არის ოჯახის დანგრევა და მე მგონი პირველი ადამიანი არის ინდოეთში, ვინც დაანგრია ოჯახი. რა, დავკარგეთ ერთმანეთი, ხო? კი, რაღაცა ძალიან ტრადიციული ოჯახი ყავს თან და რთულია იქ გაშორება, იმიტომ თქვენ როგორც თქვი რომ 4 დღიანი ქორწილია და ერთი 500 ადამიანი რო სტუმარი ყავს, მე ეს 500 ადამიანი თავზე დადგება რომ არ გაშორდეთ. რას მეუნები რა? მე სირცხვილია რომ ახლა აბა მოყევი ამ თემასთან დაკავშირებით. არა, იცი რა გვაინტერესებს ჩვენ რომ აი როგორ ხდება გადაწყვიტა შენ ნუ რაღაცა მოხდა რა მოხდა მას ეს არ ვთქვათ რომ ოჯახი უნდა დაინგრეს. ვისეუბნები პირველს და მე რა მოხდა შენ გამართლე ეს 500 კაცი მოვიდა და არაო ესე არა სიტყვით გეუბნები ახლა 500 არ მოვიდოდა ახლა ყველა ეთქვი რომ აუ სირცხვილია არა მაგრამ გამოასწარი მაგრამ მე გავიხესი იქედან და წამოვედი აქ იმიტომ მე მეორე სახლი აქ მქონდა ანუ რო გაშორდით მეუღლეს მაგის გამო წამოხვედით იქიდან მაგის მერე წამოხვედით აი ეს ახლა 500 კაციან ქორწილზე რო ლაპარაკობდი ხა თქვენი მონამორჩილი 1-2 დღის უკან ბათუმში ვიყავ ფანტასტიკური არაჩვეულებრივი მიქელაძეების და ქათამაძეების ქორწილი იყო 708 კაცი იყო არც უმატებ არც ვაკლებ ხო და 500 კაცითან მე მითხრეს ერთხელ დამირეკეს ამ თემასთან დაკავშირებით და 5 დღე თუ 4 დღე ამ 500 კაცისთვის უნდა გვემღერა უნდა გვეცეკვა ინდურად და ქართულად. მოდი მოგვიხსენე როგორ არის რიტუალებია. პირველი 2 დღე გოგოს სახში ცალკე მიმდინარეობს და ბიჭის სახში ცალკე მიმდინარეობს. მერე მესამე დღეა ან მეოთხე დღეა როცა უკვე ერთდებიან ქორწილიამდე. აი 2 დღე თუმცა გამარჩერე. ისაც სხვა რიტუალია. ესა სხვა რიტუალია და მე ხორჭილის დღე არის და მე ხორჭილის მერეს კიდევ გრძელდება კიდევ ერთი დღე. ჯერ მოსამზადებელი პერიოდია. კი. რიტუალებია, რომელი გოგო სახში ცალკე მიმდინარეობს. ამ რიტუალებში ყველა სტუმარი დაპატიჟებულია უკვე. იგივე რიტუალი ბიჭის სახში ეტარდება. იმა თავისი სტუმრები დაპატიჟებული ყავს იქ. და მერე უკვე ერთიანდებიან. მერე 2 დღე კეიფობ. თამადის ესეთი კულტურა არსებობს. როგორ არის ისი ისეთი ხორცილი ჩვენ არა გვაქვს სუფრაზე დაჯდომა და ძერ სასმელი ალკოჰოლი არ შედის კულტურაში. კაცო, წვენითაც შეიძლება ცალკე. მაინც ვავენ, მაგრამ ჩუმოც ვავენ ცალკე. ჩუმოც ვავენ. მაგრამ ის ქვიშე როდესაც საქართველოში ჩამოხვედი, არაერთხელ რომ მოხვდი ესეთ სუფრაზე და შენც რო დალიე და მე ნაბახუსევზეც რო გამოგიყვანე. რას მეუნები? მართლა იყო ეგეთი რამე? აუ კი ეს ვიყავი იმაზე ნათლობაზე ვიყავი და სულ რომ მივდიოდი და ხედავდი რომ ყველა სვამდა მე როებები არ სვამდა მეგონა რომ მე ვარ მთვრალი. რას მეუნები? აი ყველა კეიპოპ აი ხასიათზე მაგრამ მე ვზივარ და ერთ მაშინ გადავჭუქეთ დღეს მეს დავლევ. ნაბახუსევი თუ დავლია ბოლომდე და დილიტრო პახმელია პირველად გავიგე რომ პახმელია რას ნიშნავს ეს ნახე და
და დილით რო კიდევ დაწყებული ხონდა ახლა პახველი და ქაში და ახლა მე ვეგეტარიული ხორცი არ ვჭამდა არა მეთქი ქაში არა ყუდები მაშინ ჭაჭადალი 50 გრამი გამოიკვანა და შეგაბრუნ არა მეთქი სასმელის ნახვარ მინდა რას ამბობს არა მთელი რიტუალია იცი რა მაინტერესებს გავიზარდეთ ამამა ჩემილია თქვა ინდურ ფილმებზე თან ახლა კახეთში ეს ცალკე ტრადიცია იყო საღამოს ინდურ ფილმზე წასვლა და იქ მაგნიტოფონები იყო კასეტა ჩუმად იწერდნენ იქიდან სიმღერას ეს კიდე ცალკე საოცარი ტკბილი მოგონება ჩემი ბავშვები და ყველა ფილმში დედამთილი და სიდედრი იყვნენ მკაცრები რაღაცნაირად გაარტყა ხელის გავიდა 1 საათის მერე წაიქცა მართლა ასეთები არიან თუ არა რა ურთიერთობამ ძახლებს შორის საერთოდ არ არის ესე რასაც სერიაში აჩვენებენ მართლა სინამდვილეს ცხოვრებაში ეხლა რომ მკითხო მე მგონი პირიქით არის რას მეუბნები ეხლა რძალი უფრო ესეთი ძლიერია იმიტომ კანონი იმდენი უფლებებს აძლევს რძალს და დედამთის ეშინია აბა გუშინ ხვალ არ იჩივლოს ძალიან მაგარი ესეთი კანონია ხალის მიმართ და შიშია ხო არა ერთ-ერთი ესას მიზეზია რატომ არ შორდებიან იდის მერე იქ ინტრიგები და ამბავი აი შენ როგორ გაბედე ეს ამბავი ჩემო დარის პან ბატონო არ ვიცი თან არაჩვეულებრივი მშობლები ხართ საოცარი შვილები ანუ ძალიან ტრადიციული ძალიან სასიამოვნო ოჯახია თბილისში რო შედიხარ და ვიტყვე მე რა კარგები აი ზუსტად ესეთი არის რამდენი შვილი დარის პანის ოჯახი ორი ბიჭი მყავს ერთი მეუღლისგან კი ერთისგან ორივე ქართული სკოლა დაამთავრა და უკრავე საკრავებს რა მაგარია და აი ქართულ ქალზე რა სიტყვი არ ფიქრობ რომ დაამშვენებდა შენს ოჯახს არაჩვეულებრივს ქართველი ქალი ძერ არ მიფიქრე ძერ მე რა საქმეებში ვარ არ მსალია მართლა რომ ქალი არ შეგიშლის მაგაში ხელს არანაირად იცი რა არის ჩვენთან გამოთხმა არის რომ თუ გინდა რამე ცხოვრებაში გააკეთე სანამ სოლც მოიკვან თორე მერე არქის აი ჩერდია პულტით არქისას ვერ შევსვის ტელევიზიაში ჩემო დარის პან ახლა დავკარგეთ მე და შენ ერთმანეთი შეგიჭი არა ეს ხუმრობითია კი ბატონო ხო მაგრამ იცი რა იქნება მოგეხმაროს კაცო უფრო ხელი შეგიწყოს საქმეში ბიზნესში არა მარტო ბიზნესში რავი ტურებში ჩაერთოს ეთქობა სიყვარული ჯერ არ მოსულა არა და სიყვარულსა მალვა უნდაო მაგრამ იქნება დამალული სიყვარული არა ჯერ ახლა არა მკავს აი მაშინ როგორი უნდა იყოს ახლა იცი რამდენი ადამიანი ხო გვიყურებს და ფიქრობს რომ აი რა უნდა იყოს ისეთი რომ დარის პანს მოვაწონოთ თავი რა უნდა გქონდეს ქართველ ქალს აი ნამდვილი ქართველი ხალი უნდა იყოს. ნუ რას მე? აი ახლა როგორ? ასეთი მარტო რატო გავყავს შენ რა უნდა კონდეს ნამდვილ ქართულ ქალს. ალბათ რაღაცა შტრიხები აუცილებლად ინდურიც უნდა იყოს და შენი თვალი დანახო. იგივე არის, აი როგორც ოჯახის პასივსემა არის ქართული კულტურაში. მე ოჯახი. ეგ უნდა იყოს პირველ რიგში. გემრიელ საჭმელებს უნდა აკეთებდეს. ეგ კი, ეგას ხო შედეს ქართული კულტურა. ამდენი ხნის მერე გავყვეცოლა დარის მას. კარგ საჭმელებს აკეთებ. არიქადე ერთ დღეს გადავიხდი დაბადების დღე. შენ ხამადაგერა. მორჩა, ჩვენ აწყობილ ცხოვრებას გაუმარჯოს ხუია ამას ესე იგი. იცი რა მაინტერესებს, შენი შვილები უკვე აქეთ გადმოვიდნენ ხო საცხოვრებლად? იმათმა ქართული სკოლა დაამთავრებულია, ქართულად ლაპარაკობენ კარგად და თავის საქმებს აკეთებენ მუშაობენ. შეყვარებულობანა? არა, ჯერ არა. ჯერ არა, დედა რა. ხო ვერ დავაცდევინებ ჯობა. ვერაფერი ვერ დავაცდევინებ ესე იგი რა. მელოდები ახლა შეიძლება მე და ჩემ შვილმა ერთად მოვიკვადოთ. ასლომები. ერთი ქორწილი. ჩვენ დუ ფილმებზე საუბრობდით აი ეს ბავშვობიდან და ის იგივე სიმღერა რომელიც ყველა ძალიან გვიყვარს, მაგრამ ბოლივუდის ცალკე კიდე ფილმები არის, რომელიც არის მართლაც უნიკალური და ძალიან საინტერესო და რაღაცა ჩვენ ხოლმე რაღაცებზე პატრა ესეთი საშაყირო ვიდეოებიც არის ხოლმე, ხო რაღაცა, მაგრამ არის ძალიან სერიოზული და ძალიან კარგი ფილმები. კი ბატონო. არასდროს არ გდომებია რომ აი მე მსახიობი გამოვიდე და აი მას დავემსგავსო ესეთი. მითხომ ჩაგრაფორდის ან შაქრობ. არა, მე ესე მგონია რომ არ ვიცი, აი მსახიობობა შეიძლება ეს ადამიანში არის უკვე. ხო. ისე იბადება, ესე არ დავიბადე მე მგონი. მიმზგავ შაჰრუქ ხანს ცოტა. იყო რაღაცა რაც აი გინდოდა რომ აი ბავშვობიდან რომ მე ეს გამოვალ. აი მე ესეთი მინდა ვიყო.
აუ ერთადერთი რა სიმღერა მინდა ვისწავლო და ალბათ ნიჭი არა მაქვს თუ ზეღდრო არა მაქვს. აქავარ ჩვენ ცოტა მომღერალიც ყავს ჩვენ არაჩვეულებრივი სტუმარი, მაგრამ რა პროფესიის ახარ შენ თვითონ ჩემო? მე ესე ვარ ენერგეტიკ ინჟინიერ. აჰა. მაგრამ ესე გდენი რო გვაქვს პოზიტივში შეიძლება გამახურება. იცი რა არის ადამიანს ძალიან უყვარს კულტურა როგორც ქართული და ასევე ინდური და არაჩვეულებრივი სტუმარიც მოიყვანა. პირველი ხო ყავდა ულამაზესი ესე იგი ქალბატონი და აი ხო მოდი წარადგინე ვინ ახლა უნდა ჩვენ ვყავთ ბიჭი არის იაშვარდან შარმა, რომელიც მეხუთე წელს სამედიცინოს სწავლობ ქართული ამერიკული უნივერსიტეტში და ძალიან კარგი მომღერალია იაშვარდან შარმა. იაშო აი მაგას ვერ გამერე ჩვენი იაშო მოვიდა. მობძანდით მოდი ჩემო ძმაო. მობძანდით გიტარა რო დავინახე ხვიჩა არის მეთქი მოვსული. მობძანდით იბადონ. ესე იგი ექიმი ამღერებული ექიმი ხო? კი ქართულად საუბრობთ კარგად? ცოტა. აჰა. იაშო რა შეგვისრულებს მომას გამის. რა სიმღერა უნდა გვემხაროს? აი პირველად რო საქართველოში რო წამოვედი და როგორც კი დაჯდებოდი ტაქსიში, ავტობუსში, პირველი ვინც ნახავდა ინდოელი, ერთი სიმღერა მღერის ყველა. მერა ჯუტა ჰაჯაპანი. აბოდიში აი შეხედე აი თეთრი ქალი დაგსდებს. აი გეუნები მე. ქერათმიანი ხო? ქერათმიანი. აი. მორჩა. ალექსანდრა. ხო, შემოგეცილო. मेरा जूता है जापानी ये पतलून इंग्लिस्तानी सर पे लाल टोपी रूसी फिर भी दिल है हिंदुस्तान मेरा जूता है जापानी ये पतलून इंग्लिस्तानी सर पे लाल टोपी रूसी फिर भी दिल है हिंदुस्तान मेरा जूता है जापानी निकल पड़े हैं खुली सड़क पे अपना सीना ताने जहाँ जहाँ हम जाने लगे हैं मिलकर गाना गाए बढ़ता जाए हर सैलानी जैसे एक दरिया तूफानी बढ़ता जाए हर सैलानी जैसे एक दरिया सर पे लाल टोपी रूसी फिर भी दिल है हिंदुस्तानी मेरा जूता है जापानी Bravo! საოცარი ადამიანი. აქ საოცარი რაღაცა რაო რა მინდა. მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის ძალიან დიდი მადლობა ესე თბილი და არაჩვეულებრივი მელიზმები რომელიც აი ძალიან ლამაზ გაუხსენი კაც მელიზმები რა ნიშნავს და აი ესე ლამაზად ხმას რო ლავირებს ეს არის მელიზმები. ეხლა სად გავდივარ? სად გავდივარ და ერთად გავდივარ რეკლამაზე.